ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ხსენების დღე ბოდბეში განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა წმინდანის სახელობის ტაძარში ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. წირვაზე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის სამრევლო სკოლის მგალობელთა გუნდმა საგალობლები შეასრულა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისა და დათისა და დასულისა წმინდისა ჩვენთან არის ღმერთი. მადლობა ღმერთს, დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის ამ დღისთვის და დიდებული დღეებია ისიც რომ გუშინ სულთმოფენობა იყო ეს სულიწმინდის დღეა, მარტვირია და ასევე ჩვენთვის ქართველებისთვის ძალიან დიდი დღესასწაულია ჩვენი დიდი დედის ნინოს ხსენება. და ყველა შეგვეწიოს ყოვლადწმინდა სამება, დედა ღვთისმშობელი და ჩვენი დედა ნინოს ლოცვა კურთხევა. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველოს, ყველას გილოცავთ სული და გულით მიუხედავად იმისა, რომელი სარწმუნოების მიმდევრები ვართ, იმიტომ რომ წმინდა ნინო ისევე როგორც დედა ღვთისმშობელი, ყველასთვის ზრუნავს თითეული ჩვენთაგანისთვის ზრუნავს და ღმერთმა თქვენი ოჯახები დალოცოს და თითეული ადამიანი, რომელსაც უყვარს ყოვლადწმინდა სამება, ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რა თქმა უნდა, ჩვენი დედა ღვთისმშობელი და ჩვენი წმინდა ნინო, წმინდა გიორგი და მრავალი ჩვენი წმინდანი. მამა თეიმურაზმა მოკლედ მიმოიხილა და მართლაც პატარა იყო, 12 წლის გოგონა იყო. ხშირად ვამბობთ ხოლმე, აბა შეხედეთ 12 წლის კი არა, თქვენი შვილები 24, 25, 20 წლის თუ გინდა 30-ის თუ 50-ის არიან ბავშვებიო და როგორ დახფოფინებთ, ხო? ის ადამიანი წამოვიდა ქრისტეს სიყვარულმა, წამოიყვანა და ვისთანაც ღმერთია, რა გაჭირვება უნდა შეუშალოს ხელი და რა უნდა შეაშინოს, ხო? ასეთი რამე არ არსებობს და დღესაც ქართველებთან და თითოეულ ქართველ ადამიანთან ვინც სულით ხორცით ქართველია, ქართველი ვინ არის, ხო? ვის საქართველოში ცხოვრობს და ვინც საქართველოსთვის იხსნის. ვისაც უხარია, ასევე ჩვენი ემიგრანტები. მე იმას არ ვაკეთებ რა, ეხლა ის არ გეგონოთ რომ ვინ არის ქართველი, ხო? თუ ამერიკაში ვინც ცხოვრობს, ამერიკელებს უძახით, ბრიტანეთში ვინც ცხოვრობს, ბრიტანელებს უძახით, გერმანიაში ვინც ცხოვრობს, გერმანელებს უძახით, ან იტალიაში იტალიელებს, საქართველოს თითოეული მოქალაქე ქართველია და თუ არ არის ქართველი, მისი ტრაგედიაა რა, თუ არ თulis ქართველად თავს. მისი ტრაგედიაა და არა ჩვენი. და ღმერთმა ენებოს ვინც ცხოვრობს, ერთგულად ყოფილიყოს ყველა საქართველოში. დღეს განსაკუთრებით იგრძნობა ისე როგორც წმინდა ნინოსთან. ისტორია მეორდება ხოლმე და ჩვენ ერთსაც რომ შეხედო, ხო? როგორც სუსტი გოგონა იყო ის, ხო? ჩვენც ახლა ამ გადარეულ მსოფლიოში სუსტად გამოვიყურებით. ან შეხედეთ რა, ხშირად ვიძახი ხოლმე ამას, იმიტომ რომ თვითშეფასება თქვენი სწორად გქონდეთ. ამ პარტავნებაში არ ჩავარდეთ, ან არა და ის არ ჩავთვალოთ, რომ ვიღაცებზე უარესები ვართ. არა, არ ვეჯებრებით თქვენზე უკეთესები ვართ. ისერი ხართ და ისერი ვართ. რომელმაც პანდემიის დრო რომ იყო, ხო? ყველამ რომ ქედი მოუხარა. ყველა რომ შეშინდა, თქვენ ისერი ხართ, რომელიც არ შეშინდა. რომელმაც ადიდეთ ღმერთი და დღეს ღმერთი რას აკეთებს? გადარეულია მსოფლიო და ჩვენ სირბილ ქვეყნები ნახე. ომის სიმწარე ვინ არ გამოცადა და ჩვენ გადაგვარჩინა ღმერთმა. აუცილებლად გადაგვარჩინა სიცოცხლეთ. როგორც წმინდა ნინოს მისა, ის რომ ადიდა ღმერთი და ღმერთმაც როგორ განადიდა, ხედავთ, ასევე ჩვენი ერის მომავალი მაგია. თუმცა ერთი ძალიან ცუდი გვაქვს, რომ ერთმანეთს არ უხსნიდებით, ერთმანეთს ტკენთ და ალბათ უნდა ვისწავლოთ, ჭკუა უნდა ვისწავლოთ და მოქცევაც უნდა ვისწავლოთ. ჩვენ ხომ ისერი ვართ, თითოეული ადამიანის გულში რომ ქრისტეა. და რატომ ყინავთ იმ გულს, რატომ ვაქვავებთ, ხო? ერთმანეთს სიყვარულით რატომ არ ვიქცევით? აბა როგორი ქრისტიანები ვართ მაშინ?
ან ადამიანები საერთოდ როგორ ვართ, თუ ერთმანეთი შევიძულეთ, მოვიძულეთ. წმინდა ნინოს ეპოქით დაიწყო ის, რომ მანამდე წმინდა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა პირველი ეკლესიას დაარსდა. პირველი საეპისკოპოსო კათედრაც იყო, ხო? აწყობის მაწყვერელი იყო. იცით? და შემდეგ უკვე კი თემი იყო ქრისტიანული, მაგრამ მთლიანად ერის სახელმწიფოს ქრისტიანულ რელიგიას მოქცევა მოხდა მაგ პერიოდში მირიან მეფის და ნანა დედოფლის დროს და რა თქმა უნდა წმინდა ნინოს გულხურვალი სიყვარულით ჩამოვიდა ხომ არ იყო ქართველი ეროვნებით და რომელი ქართველი ვართ მასე დიდი ქართველი ასევე მაგის მერე იყო რომ დაგჭირდა მოქცევა ასურელი მამები ჩამოვიდნენ გაგვაძლიერეს და შემდეგ იყო გრიგოლ ხანძთელი რომელმაც რომ არ ყოფილიყო ან წმინდა ნინო ან ასურელი მამები და გრიგოლ ხანძთელი არ იქნებოდა დავით აღმაშენებელი და არ გვექნებოდა ის საქართველო და ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოქონდეს შევეცადოთ რომ მასზე უკეთესი აწყო და მომავალი შევქმნათ აუცილებელია დღეს ისე მიდის საქართველოში საქმე ეხლა მეტყვით რომ აბა ერთმანეთს როგორ ჭამთო და რაზეა საუბარიო მაგრამ რადგან გავქრისტიანდით და ხელახლად მოექცა ჩვენი ერი რადგან ღმერთი მხოლოდ ჩვენმა ერმა ადიდა როგორც ერმა მადლიერებდა და რასაც თხოვდით ხო ეხლა მშვიდობა და რაღაცა გვინდა და მშვიდობა ომი რომ არ არის მშვიდობა გვაქვს, მაგრამ ერთმანეთს უშლით ხელს, რომ სრული სიმშვიდე ჩამოვარდეს და ვფიქრობ, რომ გონიერი ვართ. ქრისტესერი ვართ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ და მაგასაც მივაღწევთ, უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს ჩვენს ლამას და სასახელო ახალგაზრდობას განსაკუთრებული ზრუნველობა ჭირდება. უნიჭიერესი თაობები მოდიან. ბევრად გჯობიან ჩვენ თაობებს ჯობიან. ჩვენ სხვა პროცესებში ვცხოვრობდით, საბჭოთა კავშირი იყო, იმის დაშლაში მონაწილეობა მიღებული გვაქვს თითოეულ ჩვენთაგან აქ. ახალგაზრდობა მოდის სხვა რეალობაშია. ამიტომ შეიძლება ჩვენ უფროს თაობას არ გვესმოდეს რა უნდათ, მაგრამ უნდა მოусმინოთ და გავიგოთ რა უნდათ. და დავეხმაროთ იმაში, რომ ის საქართველო ააშენონ, როგორიც უნდა და მე მჯერავს, რომ კარგს ააშენებენ. ჩვენ რა ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა, გენეტიკურად მოდგავს მაგით. რამდენი საუკუნე დამპყრობელი ყავდა სულ. თუ რამე იმპერია იყო, მითხარით რომელი იმპერია არ შემოვიდა და რომელს არ უნდა ჩვენი ჩაგვრა. ყლავდნენ, ხოცავდნენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენ არავის მონები არ გავხდართ. უფალთან ვიყავით უფლის ერი. დედა ღვთისმშობლის წილხტომილები ვიყავით. მონები არ ყოფილვართ და დღესაც შეიძლება ზოგიერთს უნდოდეს მონობა. მონობა რა არის? რომ ვიღაცის სკულაზე იარო. ელოდებოდეს სულ ვიღაცამ რაღაცა გითხრას გიკარნახოს და ეძებდე ვიღაცას, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ. ხომ მიდის ამდენი ხანი რაღაც მიდის, ეკლესია საკმაოდ ძლიერად დგას. უცხოეთი ითვალისწინებს ეკლესიის ამ პოზიციას და ჩვენ სახელმწიფოს ხო კარგი განვითარების პერსპექტივები აქვს და ჩვენ დავეხმაროთ ახალგაზრდებს რომ სახელმწიფო მას დაეწყო პროექტები განათლებული ერი გვჭირდება რომ ვიყოთ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ერი ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს ხო და რუსეთის იმპერიაში თუ ვიყავით დღეს ეხა თუ ჩამოვანგრიეთ და ჩამოვშალეთ სისტემა ხო ხომ მიდის ეხა ის რომ მასწავლებელი ისე პრესტიჟული გახდეს, მასწავლებელი პრესტიჟული იქნება, თავისთავად სკოლების პრესტიჟული გახდება, უმაღლესი მომზადებული კადრები მოვა და ის რაც ჩვენი კოლონიება უნდათ, რაზე დაშალეს სისტემა, ხო? შეიძლება ვერ ხდებოდნენ ხელისუფლები ისე დააშლევინდეს. რომ მოსამსახურე გაუნათლებელი არის, მოსამსახურე არის სხვისი მოსამსახურე ერი. რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს და ქართული სხვანაირია. ჩვენს პატრიარქთან ილია მეორესთან ხშირად გვილაპარაკია რაზეა რომ ქართველები ასე ვჭამთ ერთმანეთს არ უსმენთ და
რამოდენიმეჯერ რო ქონდა უწმინდესი ბრძანებდა ხოლმე რომ ძალიან ნიჭიერი ერი ვართო. და ეს ნიჭიო კარგსაც გვიკეთებსო, უკიდურესობას გვაძლევსო და ცუცაც ადვილად ვაკეთებთ, უკიდურესობაში ვარდებითო. ჩვენ გონია რომ მხოლოდ ჩვენ ვართო, მართლებიო და რო საუბრობთ ერთმანეთის მოსმენა არ ვიცითო. ანუ მოსმენის კულტურა არ გვაქვს. კარგსაც რომ გვეუბნებოდნენ, ვერ დაიჯერებ რა. როგორ ვართ, ხო? ჩვენც ეხლა არ უნდა გაგვიკვირდეს ქრისტე ბზობას, როგორ იყო დიდები შევიდა იერუსალიმში და რამდენ დღეში რა უყავით კაცობრიობა, ხო, რამდენ დღეში. და ჩვენთან რა გასაკვირია, თუ დაინახეს ადამიანი, რომელიც ერისთვის იხსვის, 1000 რამესაც დააბრალებენ, 1000 რამეს გაუკეთებენ, მაგრამ არავინ არ უნდა შეშინდეს ამის გამო. ჩვენ უნდა გაურთხილდეთ თითოეული ქართველი თითოეულ ქართველს და ვინც უფრო ჭკვიანია, შედარებით ნაკლებად რომლებიც ამ ეტაპზე არ ცდილობენ ჭკვიანები იყვნენ, ჩვენი ცხოვრებით უნდა დავანახოთ, რომ თუ საით წამოვიდნენ და რა გავაკეთოთ. განათლება ხო ყველაფერს მოგვიტანს რა, ეკონომიკაც გაჯანსაღდება, ყველაფერი გაჯანსაღდება და როცა უცხოეთი ნახავს, რომ ერთმანეთს არ ჭამთ, სხვანაირად მოგვეპყრობიან. არავის არ ეგონოს, რომ უცხოელი ვინმეს მოიყვანს და დასვავს რა, ეკლესია არ დაუშვებს მაგას. პირდაპირ გეუბნები და ამიტომ უცხოეთის ერიდაა მაგას და მალე მოვა ის დრო, როცა დაალაგდება ყველასთან ურთიერთობა, მთავარია ერთმანეთთან დავალაგოთ ურთიერთობები. ეკლესია არის ის ადგილი, ისევე როგორც თქვა, როცა არჩევნებია და რაღაცა, პრეზიდენტი იქნება თუ ის იქნება, პარლამენტი იქნება თუ რაღაცა, მთელი ერისთვის უნდა ზრუნავდეს, მით უმეტეს ეკლესია. მიუხედავად იმისა, ჩვენი პატრიარქი როგორი ბრძანდებოდა, ხო? ილია მეორე. ეხლანდელი რა, ჩვენ მასთან ვიზრდებოდით და პატრიარქი შიოც და ჩვენი სინოდის წევრებიც მაგ იმაზე ვართ, რომ ყველა ჩვენია რა, მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობთ? ჩვენ მხარე ვერ ხვდებით, არ შეიძლება ჩვენი მხარეთ გახდომა, თუმცა ხან იმას დაგაბრალებე, ხან იმას დაგაბრალებე რა, აი ყოფილა ხოლმე ჩემზე მხედრიონულებას დაუბრალებიათ, ხო? ხალხს ხოცავდა მეტროშიო და აი გაანებე თავიო, კაცო, ხა ვერა დაღიკვეცაო და შეუნდო უფალმოვო. აი ყველაფერს კადრულობთ ადამიანები, ხო? ეს ხო კარგად მოფიქრებულია, ერთი მასში მოფიქრებული რაღაცებია. ასევე პატრიარქს, ხო, რას არ უგონებდნენ, ხო? ისაც უცხოური სპეცსამსახურების ის არის. იმ ქვეყანის თუ იმისი, ვისაც ჩვენი ეკლესიის ძლიერება შურს, მაგრამ ძლიერად ვიქნებით მერწმუნეთ. უწმინდესმა გაგზავნა ისე, ძალიან კარგად ვიცით მართვაც, ერთმანეთის ნახეთ, როგორი ურთიერთობებით დავამთავრეთ გარეთ, რატომ ფიქრობდით, რომ შიგნით უნდა დაგვეჭამა ერთმანეთი, ძმები ვართ, მეგობრები ვართ. მიუხედავად განსხვავებული აზრებისა, ჯვარი წერია ერთი და იგივე აზრი გქონდეს რა, საკითხებზე. ადამიანები იმიტომ ვართ, სხვადასხვა აზრიც გვექნება და უკეთეს ვარჩევთ ხოლმე მერე. ღვთისშეწევნით ეკლესიამერსანახა სწორი არჩევანი რა არის. და უნდა შევხედოთ და ჩვენც, ხო? ღვთისერი ვართ. ჩვენი მფარველი მხოლოდ ღმერთია, ქრისტესთან არის ჩვენი წარმატება. ამიტომ ეხა ევროპას დაიძახებ, რუსეთს დაიძახებ, თუ ამერიკას დაიძახებ, თუ თქვა სხვა რამეს დაიძახებ, თურქეთს, ირანს და რაღაცას, მაგი არ არის მთავარი. მთავარია ჩვენ როგორ გვექნება ერთმანეთში ურთიერთობა და ვაჩვენოთ, რომ ადამიანები ვართ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. არა მარტო ადამიანები, ხო? კარგი ქრისტიანები. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა გაგახაროთ. და თქვენ რას ფიქრობთ? დედანინოს რა გაუხარდებოდა? ან ყოვლადწმინდა სამებას რა გაუხარდება? ჩვენი ერთობა ხო გაუხარდება, ხო? როგორ შეიძლება ამ პოლიტიკურმა ან რაღაც აზრმა ქართველი შემაძულოს, ხო? შეიძლება ჩავთვალო, რომ არასწორად იქცევა, მაგრამ ყოველთვის ვესტები უფალი ყველას უტოვებს ხონებისას, ხო? უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთს ხელი გაუწოდოთ, არ შევაშინოთ. ხშირად გვითქვამს ხოლმე, რომ ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეგვიძლია მოვიდეთ, ძიმედ ვილაპარაკოთ, ჩვენს გველაპარაკონ ძიმედ. არ არის მაგის პრობლემა არ გვაქვს.
არ გვეშინია არც კითხვების დასმის და არც ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემის. შიგნით ცხელი შიგნით კონდეს ეს ადუღებული სიტუაცია და გარეთ რომ გამოვათ ყველამ გვენახოს როგორც სინოდი რო დამთავრდა და ყველა ერთმანეთს ულოცავდით ხო? აი როგორი ერია ჩვენი ერი. პატრიარქი რომ გავიდა ამ ქვეყნიდან ვინმემ დაგვაძალა მიგვიყვანა იქ აი რამოდენად დიცულოვნებაა და რამოდენად ადამიანობა და ქრისტიანობა იყო თითოეულის იმაში. არა მარტო ქრისტიანები ხვევიც როგორ მოდიოდნენ. მოლამ ხმოვალი გამომიგზავნა. ისო თქვენი პატრიარქი კი არ არისო. ჩვენი პატრიარქიც იყო აი ესა და ესო და ეხლა ალბათ მისმენს და გაუხარდება იმას. ჩვენ უნდა ერთმანეთში ხო ღვთის ხატი და მსგავსება დავინახოთ. ერთმანეთს უნდა უყურებდეთ როგორც ქრისტე მოვიდა, როგორც ღვთისმშობელია და მე მოვერიდებით ერთმანეთის კენას და ტკივილს. ერთმანეთს რაღაცები არ ვაბრალოთ. ეხლა ძალიან ცუდია რომ დღეს მოდაში შემოვიდა რუსი. ჩემთან ვინ ჩემს ქვეყანას დაუშავებს არავინ არ არის მისაღები, ვინც არ უნდა იყოს. საქართველოს ბედი ღმერთთან და საქართველოში უნდა წყდებოდეს. და ჩვენი თავმოყარეობა უნდა გქონდეს, ჩვენი თავის ფასი უნდა ვიცოდეთ. და არ უნდა მათხოვროთ გვიშველე. ერთმანეთთან და მოვაგვაროთ ურთიერთობები. რაღაც გონიერები ხო ვართ? მე მგონი ვართ გონიერები. ღმერთმა დალოცოს ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს დიდმეუფე შიოს ულოცავ დღევანდელ დღეს მისთვის პირველი ნინოობა პატრიარქის რანგში ჩვენი პატრიარქის ბოლო გასვლა ეპარქიებში, როდესაც ეპარქიებს მოილოცავდა ჩვენთან შედგა 20 წელი იყო, მაშინ პანდემიის პერიოდი იყო. მართლმადიდებლობის ზეიმი რომ იყო, მაშინაც ჩამობრძანდა ჩვენთან ესწრებოდა წირვას და მერეც რომ გახსნილდა ჩვენთან იყო და ჩამობრძანდა და მეორე დილით მიბრძანდება და დამიძახა და მეუფეო არ გეწყინოსო რა. ხომეციო რა, შევხვდიო უკეო წმინდანინოსო, ხომეციო რომ შევხვდიო წმინდანინოსო და ვისაუბრეო და წავალო რა ეხლა ხო და ეხლა უწმინდესისთვის რა უნდა მეთქვა ხო? სხვანაირი ადამიანი იყო, თუმცა იმ ღამით ადრეს თქვი მოხევები ერთად ვიჯექითო რა, ეხლა მეც მოხევია და ქიზიყელი ვარ წარმოშობით, იქ მიღებული ვარ როგორც ხევში მოხევე და 4 ვიყავით. ვანო, დედაპისტი და მე ვიყავით პატრიარქთან ერთად, ხო? 9 საათზე მეტი, აი ძალიან გვიანი იყო. იმაზე ვიყავით, მის იმაზე ვიყავით, აქ მეორე სართულზე. უნებას უყურეთ და გაბადრული, აი სულ იცინოდა და რაღაცების მაშინ თავის ხელით დაგვიხაზა. ეს გავაკეთოთო და ალბათ მოხევებთან ერთად მეუფე იოგუდელმას მითხრა და უწმინდესი შიოს განაც ავიღებთ კურთხევას და იმის განხორციელებასაც დავიწყეთ. მეორეს მოსვლის ნიში სადაც იყო, იქ თავის ხელით არის დახაზული ეს ყველაფერი რა და ბედნიერი იყო ძალიან. ჩვენც ბედნიერები ვართ, წმინდა ნინოსთან განსაკუთრებული ის ქონდა, დედა ღვთისმშობელთან, ყოვლადწმინდა სამებასთან განსაკუთრებული ურთიერთობები ქონდა და ეს კარგად ვიცით. მისი სულიერი მხარეც ვიცით, ყველაფერი ვიცით და ჩვენ შევესწრებით რომ უფალთან არ მოვიქცეთ ისე რომ შეგარცხვინოთ. ჩვენი ცოდვების გვეყოფა, მაგრამ შევესწრებით რომ ჩვენი ერის ტვირთის სიმძიმე ვიტვირთოთ და ახალგაზრდებს გაუფრთხილდეთ, ამ ლამაზ ახალგაზრდობას გაუფრთხილდეთ. ჩვენ რა გვიჭირს, სადაც არ უნდა სიფრთხილზე რო დაგშვან, იქაც ვიცხოვრებთ. გაუფრთხილდეთ რომ გაუყვალოთ გზა და მე თვითონ უნდა გადაიბარონ რა ეს ქვეყანა თვითონ უნდა გადაიბარონ ამ ლავანზმა ახალგაზრდებმა და ხელი შევუწყოთ იმაში არ დაუწყოთ ტვინის ბურღვა რომ აი ჩვენ ეს უკეთესად ვიცით და რაღაცა იფიქრონ იმათმა და სწორი გადაწყვეტილების მიღება ისწავლონ. არასდროს არ შეუზღუდივარ პატრიარქს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შენიშვნაც არ მოუწია რაღაცა რომ გამიკეთებია რა.
თუმცა ზოგჯერ აი ცუდათაც რო ვიქცეოდე თქვენ გაგიკვირდებათ და მაშინაც არ მოუწია ჩემთვის შენიშვნა პირადად. სამწუხაროა, მე განვისტიდი ხოლმე ცუდათ რო ვიქცეოდე, ყოველთვის განვისტიდი და შენდობასაც ვითხოვდი ხოლმე და ჩვენთან ერშიც რომ შვიდობა ჩამოყალიბდეს, სახარებაში ჩვენ გვინახავს შენდობის გარეშე ღმერთთან დაბრუნებული ყო ადამიანი, ასეთი რამე არ არსებობს, არც ძველ თაყვანში არ არსებობს და ამიტომ ყველამ ჩავხედოთ ჩვენ სულებს რა. ვინ გონია ჩვენი თავი რა პავლე მოციქულს თუ ყველაზე უარესი ეგონა, პატრიარქს თუ ყველაზე უარესი ეგონა. არის მომენტები ჩვენს როცა თავში არა გვივარდება ხოლმე ჩვენს ყველაზე უარესი გონია თავი. შენ რატომ გონია როცა ყველა გეუბნება, ხო? კონკრეტულ ვიღაცას როცა გეუბნება რაღაცას დაფიქრდი იქნებ მართლა დამნაშავე ხარ, ხო? მეც არ მომწონდა ხოლმე ოჯახში რომ მეუნებოდა დედან და რაღაცა საყვედურს მეტყოდა, ჩავიქნებდი ხა ამათ რა იციან და მე წმინდა მამასთან წავიკითხე. თუ გინდაო რომ გამოსწორდეო, ვისთანაც უფრო დიდ დროს ატარებო, რასაც გეტყვიანო, ჩახედეო შენ თავსო ის არის და მანამდე თუ ქალმა როგორ მითხრა და როგორ უნდა მიმეღო, ხო? თუნდაც დედა ყოფილიყო და ის ყოფილიყო და მე დავდექი ჩავფიქრდი და ძალიან ხშირად მართლები იყვნენ. და დამეხმარა გამოსწორებაში მე. თუმცა რაც უფრო გამოსწორებისკენ მიდიხარ, ხედავ რომ უფრო უარესად ეშვები იმაში. რაც მეც ხედავ, მეტი მოგეცა, მადლიც მეტია, მე ცოდვას რთულად ჩანს და ყველა თუ შევინანებთ, ხო? 90 წლებიდან და შევინანოთ აი ეს. როდესაც ძმათა მკვლელი ომი მოხდა, ეს ხომ საზღარი რამე იყო. ძმა რო ძმაზე ხელს ამართავს, ხო? საშინელი რამე, მანდამდე არ უნდა მივიდეთ ხოლმე, არ შეიძლება. ჩვენი სირცხვილია, ყველა სირცხვილია. ნიშნულობა არ აქვს, მონაწილეობდი, არ მონაწილეობდი, რომელიმე მხარეს გულშემატკივრობდი თუ არა და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. და ეკლესიაში ხომ პირველ რიგში სულიერი გთხოვეთ. ძალიან ბევრი ისეთ რამეს გვეუბნებით ხოლმე. რომ იცით რომ წინასწარ არ მოგვისმენენ, არ გაკეთდება. ხშირად ერთმანეთსაც არ უსმენთ, არათუ სხვა მოგისმენოს, ხო? თუ ჩვენ დავლაგდებით, ნაკლები ადამიანი იქნება ციხეში და უფრო მეტი ყურადღება იქნება თითოეულ ადამიანზე. ჩვენს გვექნება საშუალება, რომ ჩვენც უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ვინმესთვის რაღაც ვითხოვოთ. იცოდეთ მაგი რა? იმიტომ რომ ვითხოვო, უნდა ვიცოდე რომ არ დაზიანდება, იმ ჩემი თხოვნით რაღაცა არ დაზიანდება, ხო? ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სული წმინდის მადლით აგავსოთ და იხარეთ ორსავ სოფელ შინა. მერწმუნეთ რომ აი ჩვენი პატრიარქი შიო, ჩვენი სინოდი, ხო? გავაგრძელებთ იმ გზას, რაც აი კომუნისტების ეპოქაში პატრიარქმა დაიწყო და ეკლესია დღეს რომ ძლიერია, პატრიარქის რა თქმა უნდა პირველ რიგში და თითეული სინოდის წევრი, ჩემ თავზე არ ლაპარაკობ, მათი დამსახურება, ისე არაფერი არ კეთდება რა, მარტო კაცი ვერაფერს ვერ იზავს. და მადლობა ღმერთს რომ ქრისტე გვეხმარება და გაუფრთხილდეთ ამას. შეხედეთ რა ომსაც დაგვიწყებდნენ და ტერიტორიებსაც ჩამოგვაჭრიდნენ აქამდე რა, ვინ გაგვიფრთხილდებოდა, ხო? მაგრამ რაღაცის გამო, ხო? ღმერთი გვაჩვენებს და აბსოლუტურად დავიბრუნებთ იმეებსაც. დღეს ხომ ვერ წარმოგვიდგენია, ხო? შეიარაღება ჩვენ არ აქვს ესეთი არაფერი. ნახავთ თუ არ დავიბრუნებთ. აუცილებლად დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც ართმეულია. ჩვენ ერთმანეთს მოვებყრათ წესიერად. სკამებიც ყველას ეყოფა, ბიზნესებიც ყველას ეყოფა და სიყვარულს კიდე ვინ გვიშლის ერთმანეთის სიყვარულს და გაიხარეთ და იხარეთ ორსავ სოფელ შინა. ჩვენს წმინდა სინოდს ულოცავ მამებს, დედებს, მრევლს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მთავრობას, მხედრობას, ოპოზიციას და დანარჩენ საქართველოს, რომელიც ძალიან დიდია. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენი ქვეყნიდან გასულები ემიგრანტები უკან მოგვიბრუნდნენ. თუ განვავითარებთ ქვეყანას,
უმეტესობა ნამდვილად დაბრუნდება და საქართველოს შეუძლია ბევრი მიმართულებით წამყვანი ჰაბი გახდეს რეგიონში. უბრალოდ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, რაც არ ვიცი, იმას არ გელაპარაკებით. რაც ვიცი, იმას გელაპარაკებით. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავსოთ. იხარეთ ორსავს სოფელ შინა. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ბოდბელმა მთავარ ეპისკოპოსმა იაკობმა სასულიერო პირებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მდებარე წმინდა ნინოს საფლავთან სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. ტაძარში შეკრებილები დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ და სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს ულოცავდნენ. ნინოობას მივულოცავ სრულიად საქართველოს ბოდბის მონასტრიდან, როგორი მტკიცე და რწმენით სავსეც იყო წმინდა ნინო, როდესაც მობრძანდებოდა ჯვრით ხელში, ასეთივე მტკიცე და რწმენით სავსე უნდა ვიყოთ ერთიანობის და ქვეყნის განვითარების საკითხში. ნინოობას გილოცავ, თელ საქართველოს ულოცავ, სრულიად კაცობრიობას და საზეიმო დღე არის, რაც ამ ქალწულმა ნინო ქართველთმა განმანათლებელმა შემოიტანა ჯვარი ვაზისას სახით დიდი სიმბოლო, მთელი ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის მთავარ სიმბოლოს და მთავარ ღერძად არის ქცეული და მისი მადლი განსაკუთრებით იგრძნობა აი აქ ბოდბეში, მისი განსასვენებლის არეში, აი ამ ტაძარში, ამ წმინდა ნინოს მონასტერში, აი აქ თითქმის ხილულად იგრძნობა რა ეს ღვთის მადლი და წმინდა ნინოს მადლი გაიხარეთ რაოს და ეს არის. გილოცავთ ყველას ნინოობას, გუშინ სულთმოფენობა იყო, გილოცავთ. ძალიან მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ მეორე წელია მეუფე იაკობის წყალობით, კურთხევით, ვიმყოფებით ბოდბეში და წირვაში ვიღებთ მონაწილეობას გალობით საპატრიარქოს სამრევლო სკოლის გოგონათა გუნდი. დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობთ ჩვენი პატრიარქი ილია მეორის სულის საოხად, ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობთ ახალი პატრიარქის შიო მესამისთვის, მისთვის პირველი ნინოობა, ღმერთმა დაალოცოს, ღმერთმა გააძლიეროს და ვისურვებთ, რომ საქართველოში და მსოფლიოში იყოს მშვიდობა და ერთსულოვნება. მოგილოცავთ ბოდბიდან, წმინდა ნინოს განსასვენებელია ბოდბეში, სადაც საბოლოოდ დაიკრძალა წმინდა ნინო და ვილოცავ ყველა ქართველს, ვისთვისაც ძვირფასია ეს დღესასწაული და ვილოცავ ყველა ნინოს ტრადიციად გვექცა ჩვენ გალობლებს, სამრევლო სკოლის მგალობლებს, რომ ყოველ ნინოობას მოვდივართ აქ საგალობლად წირვაზე და ვილოცავ ყველას. ჩამოვედით თბილისიდან, რომ მოგველოცა დღევანდელი დღე. ჩემი შვილიც ნინოს სახელს ატარებს და განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის და ალბათ სრულიად საქართველოსათვის. გილოცავთ ნინოების დღესასწაულს, განსაკუთრებით გილოცავთ ნინოებს ამ დღესასწაულს. მინდა რომ მისი მადლი და ძალა გფარავდეთ სრულიად საქართველოს. თბილისიდან ვარ, ჩამოსულები ტრადიციულად, ყოველ ნინოობას ხვდებით აქ. ვილოცავ სრულიად საქართველოს. ეწეოდეს და ფარავდეს წმინდა ნინოს მადლი და ძალა. შეგახსენებთ, რომ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერს საქართველოს სულიერ ცხოვრებაში მუდამ გამორჩეული ადგილი ეკავა. სწორედ აქ განისვენებს წმინდა მოციქულთასწორი ქალწული, ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო.